მიმდინარე წელს საქართველოში მოცვის რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა დაახლოებით 10,000 ტონაზე გასვლას ვარაუდობენ მწარმოებლები, თუმცა ამ დადებითი მოცემულობის მიღება და პარალელურად სექტორისთვის სერიოზული კრიზისი გაჩნდა. ფერმერები ფასების მკვეთრი ვარდნის, კლიმატური სირთულეებისა და ლოგისტიკური ბარიერების წინაშე აღმოჩნდნენ მათივე მოსაზრებით. განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს აეროპორტებში სამოცივე ჯაჭვის არარსებობა, რაც საჰაერო ექსპორტს ფაქტობრივად შეუწყებელს ხდის. პარალელურად აზიის მაღალმხარჯვაუნარიანი ბაზრები პრემიუმ დაფასოებულ პროდუქციას ითხოვენ, რისი რესურსიც ქვეყანაში მწირია. აგროსექტორში შექმნილ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე ჩვენი შემდეგი სტუმარი კიდევ უფრო ცვლად და დეტალურად მოგუყვება და საინტერესო ანალიზს მომისმენთ მისგან. ეკატერინე ვებხვაძე, კომპანია აგრითაჩის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ეკა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ბოდიში რომ შორიდან გერთვებით. არა უშავს, თავარია რომ ჩვენთან ხართ და მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენი დროისთვის და პირველ რიგში მინდა რომ სეზონი ესეთი აქტიურ ფაზაშია პრინციპში, ახლაც ჯერ კიდევ და აგრითაჩის მაგალითზე მე შესავალშიც ვახსენე თქვენი კოლეგების, სფეროს წარმომადგენლების რაღაცა გაერთიანებული მოსაზრება, იმიტომ რომ ბევრი წუხილი შეგხვდა იმ კლიმატური პირობების, ფასის კლების თვალსაზრისით. კონკრეტულად თქვენი მაგალითი არის საინტერესო, იმიტომ რომ ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ხართ და თქვენი ხმარი ნამდვილად მნიშვნელოვანი. როგორია სეზონი ეკა თქვენთვის, აგრითაჩისთვის გასულ წელთან შედარებით? მოკლედ, ბევრი ინფორმაცია მინდა რომ ისე ჩავტიო, თანადვილად აღსაქმელი იყოს. მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნეთ, მოსავალი საქართველოს ჭრილში არის დაახლოებით 10,000 ტონა. თუმცა საბოლოო ციფრი გვეცოდინება უკვე სეზონის დასრულების შემდეგ. წლევანდელი წელი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რთული წელი და გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებისგან. პირველ რიგში კლიმატური პირობები, არავისთვის არ არის ახლა უცხო და დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებს, რომ წელს რაღაცა არანორმალური წვიმები იყო, ნალექების რაოდენობა, ასევე ტემპერატურა დაბალი წინა წლებთან შედარებით. დაბალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ხილი მწიფდება გვიან. ანუ ხილის დამწიფებისთვის აუცილებელია, რომ ტემპერატურა იყოს მაღალი. შესაბამისად, პირველ რიგში დაიგვიანა სეზონმა, ვიდრე იწყება ხოლმე. მეორე ის, რომ ძალიან ხშირად, როდესაც უკვე იყო სიმწიფეში შესული პროდუქტი, აი ამ გადაუღებელმა წვიმებმა განაპირობა დაყოვნება კრეფის, რამაც მერე უკვე გადამწიფება გამოიწვია. გარდა მაგისა, აი ამ ზაფხულამდე, ადრე გვიან გაზაფხულზე სეტყვაც იყო, კერძოდ სამეგრელოს რეგიონში და მოსავლის ხარისხი ძალიან ასე ვთქვათ რადიკალურად შეცვალა. ეხლა რა მინდა ვთქვა, თუნდაც ეს ასეთყვილი პროდუქტი, ხო, ის არ კარგავს ეხლა იმ თავის სასარგებლო თვისებებს. ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მოხმარებისთვის, მაგრამ ზოგადად საერთაშორისო ბაზრები ითხოვენ უკვე სხვა სტანდარტს და ამ სტანდარტებსაც მინდა შევეხო. რატომ იყო, ასე ვთქვათ, ესეთი განწყობა, რომ ეს ინდუსტრია, ეს სექტორი ჩავარდა. არ ყოფილა ესე ნამდვილად, სხვა ობიექტური მიზეზები იყო, რაც უკვე აღნიშნე. პირველი სეტყვა და ხარისხის გაფუჭება, რაც ნიშნავს არა გემოვნური თვისებების დაკარგვას და არა მის სასარგებლო თვისებების დაკარგვას, არამედ აი ეს რასაც ქვია პრემიუმ ხარისხი. ხო, თუმცა ღირებულების კარგვას, რაც ბიზნესის ფაქტია, ხო. თავარი, ასე ვთქვათ, მithumetes ყოველწლიურად აი ეს სტანდარტები იზრდება და მოთხოვნები, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფასი ღირს, ეს ხილი სხვა ხილებთან შედარებით და შესაბამისად ეს მსყიდველუნარიანი მომხმარებელიც ითხოვს რაღაცა თუნდაც მეტ კალიბრს, მეტ სიმტკიცეს, სხვა ასე ვთქვათ, გემოვნურ თვისებებს და არ არის გასაკვირი. მეორე რაც აღნიშნე უკვე რომ ეს დაბალი ტემპერატურა რამაც დაყოვნება გამოიწვია მოსავლის და ჩვენ შემთხვევაში, რადგან 90% საქართველოს ბაზარი დამოკიდებულია კვლავ რუსეთზე და კიდევ მინდა აღნიშნო, რომ ამ რუსეთზე დამოკიდებულებაც არ ნიშნავს, რომ პირდაპირ რაღაცა ქსელებში ვართ წარმოდგენილი, ან ასე ვთქვათ, ბოლო მომხმარებელზე, ხო? ჩვენც თვითონ საქართველოს ეს ბაზარი დამოკიდებულია კიდევ
ასე ვთქვათ, რაღაცა შუამავლებზე, სხვა გადამყიდველებზე, რომლებიც როგორც წესი, წლის დასაწყისში ჩდებიან ხოლმე და ფასს ძალიან მაღალს იხდიან, ხანდახან არაადეკვატურად მაღალსაც, 35 ლარს და ეს არ არის მოცვის რეალური ფასი. მოცვის რეალური ფასი არის $25 ყოველ მეორე ძალიან ხშირად. და შემდეგ უკვე აი რამდენიმე ასე ვთქვათ შესყიდვის მერე ეს ხალხი, როდესაც მოსავალი შედის პიკში, ასე ვთქვათ, ქრებიან. და თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურა ამ ხრივ კარგად განვითარებული არ არის რეგიონებში, მე გულისხმობ შენახვის ნაწილში. და რადგან პროდუქცია არის მაღალი მალფუჭებიანობით გამოირჩევა და ეს ასე ვთქვათ მყიდველებიც ჰორიზონტზე არ ჩანან, აი ეს იწვევს ხოლმე მე პანიკურ გაყიდვებს და შესაბამისად ამ ფასის ვარდნასაც არაადეკვატურად ქვემოთ და ანუ ჯაჭვია, რომელზეც, რა ვიცი, აი მართლა ბევრი საუბარი შეიძლება. ანუ ეს ჯაჭვი ირღვევა მათ შორის აი ამ ასე ვთქვათ წარმოების ნაწილში შიდა ბაზარზევე, სანამ უშუალოდ მე იმ გამოწვევებს შევეხებით, რაც უკვე საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენას და პოზიციონირებას ეხება. საერთაშორისო ბაზრებზე ყველგან აი ესეთი სიტუაცია იყო, არსად არ იყო მარტივი, არც ერთი მწარმოებელი ქვეყნისთვის, იმათაც ჰქონდათ ეს კლიმატური გამოწვევები. თქვენ იცით, ეს მაღალი ტემპერატურა პირიქით ევროპაში და იქ მაგან გამოიწვია, ასე ვთქვათ, სირთულეები. ნუ აგროსფერო ესია, ბევრ რისკს შეიცავს და ნუ ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობები. და ზოგადად ეს აი ამჟამინდელი მოცემულობით უკვე როგორ აისახა ფასზე, აი სტატუს კო რასაჩვენებს ეკა, იმიტომ რომ წინა წელს, როცა მე სტატისტიკას ვეძებდი საქსტატის მონაცემებში, ვნახე რომ იყო გაზრდილი ცალსახად ფასი დაახლოებით $3-4 სხვაობა იყო, $14-მდე იყო ასული გასულ წელს რაღაც $10-11-დან. წელს ნიშნულდება, ნარჩუნდება მაინც ეს ნიშნული თუ მკვეთრი ზრდა არის, უშუალოდ გასაყიდ ფასს გულისხმობ. იცით როგორ არის, იგივეა თითქმის, ვერ ვიტყოდით მით სხვაობას სხვადასხვა ბაზრების მიხედვით. აი ხა მაგალითად გალფის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა, მაგრამ ფასიც მაღალი იყო, მაგრამ შესაბამისად ავიაციო გადაზიდვის ფასიც გაიზარდა და თვითღირებულება მაინც იგივე დარჩა. ანუ გასაყიდი ფასი იზრდება, მაგრამ ხარჯიც იზრდება, შესაბამისად მარჟა იგივე რჩება. აი ძალიან ისე მოკლედ რომ ავხსნა და რა შეეხება ხო აი თვითონ შიდა ბაზარზე ფასს, როგორც უკვე გითხარით, შიდა ბაზარზე რაც იწარმოებოდა, ეხა იმასთან შედარებით ბევრად მეტი იწარმოება, რა თქმა უნდა, ხარისხით, როგორც უკვე აღნიშნე, წელს ნუ ვერ უძლებდა დიდად კრიტიკას და აი ეს სამაცივრეების არარსებობაც მოკლედ განაპირობებდა აი ამ რაღაცა პანიკურ გაყიდვებს. აი რაღაცებს ხვდებოდი სადღაც კომენტარებს, რომ დაკრეფოსაც აზრი აღარ აქვს და საერთოდ აი არ ვიცი რა აგროსფერო ზოგადად ბიზნესი ესია როგორც სპორტი მაგალითად ხო რაღაცა გამოწვევები გაქვს შეიძლება მარცხი იყოს, მაგრამ არ ნიშნავს რომ დამთავრდა ეს ინდუსტრია აღარ არსებობს. განწყობა მცირე ფერმერებისგან იყო პესიმისტური, იმიტომ რომ ნუ თავიდანვე მგონია რომ არარეალური მოლოდინებით გაშენდა ბევრი ასე ვთქვათ პროექტი. და მათ შორის გაშენდა ისეთი ბაღები, რომლებიც არ არის მედეგი აი ამ თუნდაც ტრანსპორტირებასთან. აი რამდენად ხედავთ დღეს საჭიროებას, რომ ახალი ბაღები გაშენდეს, ახალი ჯიშებით უფრო სწორად და ეს რაღაცა უფრო მინიმიზაცია მოხდეს იმ ძველი ჯიშების, რომლებიც ბევრ ასე ვთქვათ ნაწილში გამოწვევას ცალსახად აი ნუტრირებულად ვერ ვიტყვი, მე მინახავს ძველი გაშენებული ბაღები და ეს ღია არადაცული ჯიშებით გაშენებული ბაღებიც, იგივე ლეგასი, დიუკი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და კალიბრიც კარგი აქვს, სიმტკიცეც და ყველანაირ, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობაც ხანგრძლივი, ანუ მაინც საბოლოო ჯამში მოვლაზე დადის ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა, მსოფლიოში ეხა უკვე
ტენდენცია არის ამ ახალ ჯიშებზე, რომელიც უკვე მართლა სხვა ასე ვთქვათ ვიზუალურ თვისებებს ატარებს, გემოვნურსაც და ნუ ჩვენ თუ გვინდა რომ იმ ბაზრებზეც ვიყოთ წარმოდგენილი სადაც აი ეს ქვეყნებია, მაშინ რა თქმა უნდა, ფეხი უნდა აუყვათ. თუმცა ეს მარტივად აი ამ ბაღების ჩანაცვლება ჯერჯერობით არ წარმომიდგენია. დიდი გამოწვევა იქნება ესეც. ნუ ალბათ თვითონ ცალკეულმა ბიზნესმენმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ. ისე რომ რაღაცა ეხა ეს სახელმწიფო პოლიტიკის თემა გახდეს, არ ვთვლი, რაღაც. თუმცა ის, რაც მათ შორის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ბიზნესის კორელაცია, არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სექტორში დიდი ხანია ისმის წუხილი, რომ აეროპორტებში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკურად არ ვართ მზადყოფნაში. აი ამის აუცილებლობა, აი განსაკუთრებით როცა თქვენც აღნიშნეთ, რომ აზიური ბაზრებიდან განსაკუთრებით გალფის ყურიდან ცალსაღად მოთხოვნა არის და ფასსაც შესაბამის იხდიან ეს ქვეყნები. ჩვენ აი მართლა 24 საათის რეჟიმში ვიღებთ ხოლმე აი ამ რაღაცა შეკვეთებს ამ ბაზრებიდან იქაც მიუხედავად იმისა, რომ ძიმე სიტუაცია რეგიონში, მაინც ნუ რაღაცა ინარჩუნებენ ამ სიმშვიდეს. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, რომ წელს რუსეთის ბაზარზე აი ამ პოლიტიკურმა ვითარებამაც გამოიწვია, თვითონ იქაც დაეცა გაყიდვები, იმიტომ რომ ყირიმი იყო მთავარი მომხმარებელი იგივე რუსეთის ბაზარზე და ნუ როგორც იცით, ეხა მათთან ის პოლიტიკური სიტუაცია და ნაკლებად დადის ხალხი ეხლა მე როგორც ვიცი, ესე ღია ბაზრებში დაუშვათ პროდუქტის საყიდლად. შესაბამისად, ამ რუსეთის ბაზარზეც შემცირდა მოხმარება და ანალოგიურად ექსპორტმაც იკლო მე ინტერესმა და რაც შეეხება აეროპორტებს, ხო ჩვენ ძირითადად რა მხოლოდ ეს ქვეყნები გვაქვს გალფის და წელს დაგვემატა 3 ახალი ბაზარი, ომანი, ინდოეთი და ისრაელი. გავაგზავნეთ ტვირთი და რა ვიცი, აი ნახოთ ინდოეთზე გამოწვევები ქონდა, იმიტომ რომ ტრანზიტი ძალიან ისეთი იყო ხანგრძლივი და იქაც მე რაღაცა წყალდიდობა დაემთხვა და დროულად ვერ გაიტანეს და მოკლედ, მაგრამ თვითონაც ესე ადეკვატურად აღიქვეს მოკლედ ეს პრობლემა. დღეს აგრითაჩისთვის რომელია ყველაზე უფრო საინტერესო მიმზიდველი, მათ შორის განვითარების ნაწილში პერსპექტივის მქონე ბაზრები და სათხედავთ უფრო სამომავლო განვითარების პოტენციალს? რა თქმა უნდა, ევროკავშირის და გალფის ქვეყნები, თუმცა რუსეთის ბაზრის უგულვებყოფა ვერანაირად ვერ გამოგვივა. კიდე რაც მინდოდა მე თქვა, თურქეთიდანაც ძალიან დიდი დაინტერესება იყო ვაპირებდით თანამშრომლობას, მაგრამ მე იგივე აი ხარისხიდან გამომდინარე ვეღარ შევძელით და აი ესეც ძალიან საინტერესო ბაზარია, იმიტომ რომ თვითონაც აშენებენ, ძალიან დიდი პლანტაციები აქვთ უკვე თურქეთში, თან ორ რეგიონში აქვთ, სამხრეთში და ჩრდილოეთში და ასე ვთქვათ, გრძელი სეზონი აქვთ, მაგრამ შიდა მოხმარება ტურიზმიდან გამომდინარე იმდენად მაღალია, რომ დამატებით სხვა მიმწოდებელსაც, ანუ იმპორტსაც განიხილავენ. და ნუ პირველი ვინც იყო მათთვის ესეთი საინტერესო საქართველო და კარგი ბაზარია, იმიტომ რომ ნუ საგზაო გადაზიდვა ძალიან სწრაფი. და მალე მიდის პროდუქტი განსხვავებით ევროკავშირისა, სადაც ძალიან უფრო მეტი ასე ვთქვათ რეგულაცია, უფრო მეტი სტანდარტია და ნუ გზად შესაბამისად 5-6 დღე მინიმუმ იწელება. ნუ აი ეს გალფის ბაზრები რა თქმა უნდა და შორია აღმოსავლეთი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, იგივე ფასიდან გამომდინარე, მაგრამ იქ სხვა გამოწვევა, იმიტომ რომ ჭირდებათ პრემიუმ ხარისხი, რომელიც იქნება და შესაბამისად დაფასოებულიც, ხო, აი აქვე ეს 105 გრამიანებში დაფასოებული, დაეტიკეტირებული, ასე ვთქვათ, აი თაროზე დასადები პროდუქტი და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ ამის დაფასოებას ახლა
აი ეს ხო, ეს უნდა მეკითხა ზუსტად, რომ რამდენად გვაქვს რესურსი ამის, რომ ეს მოთხოვნა დავუკმაყოფილოთ. ცალკეულ ბაღებს აქვთ ეს დასაფასოებელი დანადგარი, მაგრამ ისეთი დიდი წარმადობის არა, იმიტომ რომ ძირითადად მაინც საქართველოს ბაზარი ორიენტირებულია 90% რუსეთზე, რომელიც ყიდულობს ბალკს შეუფუთავს და აი ისე რომ წარმოიდგინოთ ვიზუალურად კრეფის დროს რამდენი ადამიანი მუშაობს და ეს პროდუქტი რა მოცულობისაა და ისეთი ქაოსია და ესეთი 24 საათიანი რეჟიმი რომ ანუ აი ეს დივერსიფიკაცია წარმოებლისთვის რომ რაღაცა აი აქ დაუფასოებელს აგზავნის მე აქ დასაფასოებელს ანუ იმ ხელა საოპერაციო გამოწვევა ეს რომ ნუ მოკლედ ეს დაფასოებული პროდუქტი არის მეორე ხარისხოვანი. კი ბატონო. და თუმცა ჩვენ ვყიდულობთ მცირე ფერმერებისგან ჩვენ წელს რა ექსპორტიც ჰქონდა ძალიან ძიმე წელი ჰქონდა იმიტომ რომ ისეთი სამუშაო გრაფიკში ვიყავით თან ახალი ბაზრები იყო და რაღაცა სხვა მოთხოვნები ჰქონდათ ნუ დოკუმენტებს გულისხმობ და ყველა ასე ვთქვათ თითოეული კილოგრამი იყო ადგილობრივი მცირე ფერმერის წარმოება. და ეკა ეხლა რა რაოდენობაზე გადიხართ რამდენად არის? გვექნება დაახლოებით 25-30 ტონა დაექსპორტებული, რომელიც საჰაერო გადაზიდვისთვის ისეთი ციფრია, იმიტომ რომ თან ეხლა წარმოიდგინეთ აი ამ ომის პირობებში ავის მიმოსვლა, რომელიც 3 საათის ნაცვლად 7 საათში ჩადის. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვთ მიღებული, იგივე ისრაელში რომ გავაგზავნეთ ეხლა მაგალითად 2 დღე თუ 3 დღე ვერ გაიტანეს იმ ხელა უსაფრთხოების ჩეკს გადის და ასევე ის რომ ნუ ლასარეთს ერთი ტერმინალია რომელიც შეზღუდულია ისიც ხო მოცულობაში და რა ვიცი კოპიტნარის აეროპორტი რომელიც სატვირთოც იქნება და სამაცივრეც იქნება ჩემი აზრით იდეალურია და ისეთი რა ვიცი ჰაბები რეგიონში ხო, აი ეს ჩემ ბოლო კითხვაც არის და პრინციპში ამის მიღმა და პარალელურადაც. იმიტომ რომ რაღაც დაახლოებით 2-3 წლიან პერსპექტივაში სექტორში იყო ვარაუდი რომ სადღაც 15-დან 20,000 ტონაზე გავალთ მოსავლის თვალსაზრისით. ის რომ ეს მოცულობითი პერსპექტივა ითარგმნოს ღირებულებითში. რა გვჭირდება, რა ჭირდება ინდუსტრიას მას ყველაზე მეტად? ну პირველ რიგში წარმოებით უნდა დავიწყოთ ხო ანუ რეალურად არის უკვე 3 კომპონენტია რომ პროდუქტი იყოს მაღალხარისხიანი და გაყიდვადი. ერთი არის თვითონ წარმოების ნაწილში რომ იყოს მართლაც ისეთი წარმოება რომ ანუ როგორ არის იცით რომ შეხედავთ ესე ბუჩქზე მოცვია ხო მაგრამ იქ მთელი წლის მანძილზე რა ზომებიც იყო მიღებული სასუქები, პესტიციდები და ასე შემდეგ, კრეფის მერე მომენტალურად ეტყობა იგივე მისი სიცოცხლის უნარიანობაზე, რამდენად მალე ფუჭდება, რამდენად თავისუფალია დაავადებებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი ამომავალი წერტილი რა თქმა უნდა არის წარმოების ნაწილში. და რამდენად აი ხშირად ხდებოდა კიდე ესეთი რაღაცა კომენტარები რომ შეუწამლავი მოცვი და რაღაცა ესენი ყიდიან შეწამლული მოცვა ანუ ვერ ხვდები მაგასაც იმიტომ რომ ნებისმიერი ხილის და პროდუქტის წარმოებისთვის ჩვენ ვჭირდება ბრძოლა მავნებლებთან ანუ პირიქით რომ პროდუქტი იყოს მისაღები მოხმარებისთვის მთელი წლის მანძილზე ჩვენ ვებრძვით ამ მავნებლებს და დაავადებებს შესაბამისად, ანუ ეს შეუწამლავიც ვერ მივხვდი რა ტერმინი იყო, წელს ამუსირებდა, თუმცა ამ წამლების გამოყენებასაც თავისი გაიდლაინი აქვს, რომელიც მაგალითად კრეფის შემდეგ აუცილებელია, რომ გაიგზავნოს ლაბორატორიაში და სადაც ნარჩენების დონე არ უნდა აღემატებოდეს დადგენილს. უпростоრად საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს ნარჩენები პროდუქტში. მეორე კომპონენტი ამ სექტორში არის კრეფის შემდგომი მენეჯმენტი, რამდენად სწრაფად ხდება მისი გაგრილება და უკვე სამაცივრე მეურნეობაში მოთავსება, იმიტომ რომ კრეფის დროს რა სიცხეც არის აკუმულირდება ხილში და ძალიან სწრაფად თუ არ გაცივდა მოკლედ ძალიან მალე ფუჭდება და შესაბამისად ნუ მე უკვე მიწყებს სოკო და რაღაცა
დაავადებების გავრცელებასაც, ხო? მყოფას რასაც რო ეძახით. მეორე კომპონენტი ეგ არის და ნუ მესამე შესაფუთი ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა და ნუ უკვე ლოჯისტიკის საკითხი, რაც ძალიან დიდი მადლობა. ეკა ძალიან გამიგრძელდა. უღრმესი მადლობა. დრო აღარ გვაქვს, მაგრამ ისეთი საინტერესოა მართლა თქვენი ანალიზის მოსმენა, რომ აუცილებლად უახლოეს მომავალში უკვე სეზონი უნდა შევაჯამოთ, ამით საბოლოოდ რა შედეგებზე დიდი გავალთ. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ასეთი საინტერესო მართლა სიღრმისეული ანალიზისთვის ეკავებ ხვაძე, საგრითაჩის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.